მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაიხალ ამბებს. 6 საათზე სტუდიაში მაკა ცინცაძე იწყებს მუშაობას. დღეს გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ ტელეკომპანიის ქონებასთან დაკავშირებით პოლიციას განცხადებით მიმართა. ტელეკომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრის მამუკა ღლონტის თქმით, ამ განცხადებით მათ სამართალდამცველებს ტელეკომპანიის ძველი შენობიდან მაესტროს კუთვნილი აპარატურის გამოტანაში დახმარებას თხოვეს. სამართალდამცავებმა კი რუსთავის მედიის მართვის კომპანიის დამფუძნებელს ეროსი კიწმარიშვილს განცხადება უკვე გადასცეს. 1 დეკემბრის თარიღით ჩვენ შევიტანეთ ქალაქის მთავარ სამმართველოში განცხადება ეროსი კიწმარიშვილის ქმედებასთან დაკავშირებით. დღეს ჩაბარდა მას განცხადება პოლიციიდან, ქალაქის მთავარმა სამმართველომ დააწერა ეს ვაკე საბურთალოს მესამე ქვეგანყოფილებას. მათ მოახდინეს რეაგირება და ჩააბარეს გამოსახლებასთან დაკავშირებით ეროსი კიწმარიშვილის დღეს განცხადება. მან უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტები მისი იქ ლეგალურად ყოფნის, ან უნდა გამოვიდეს. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონით დადგენილ ვადაში. მაესტროს მესაკუთრეები კი ტელეკომპანიის 100%-იანი წლის დაყადაღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას ჩივრებენ. განჩინებას თუ ცოტა ხნის წინ დამფუძნებელთა ადვოკატმა მოიპოვა. დოკუმენტში წერია, რომ ყადაღა არხის მაუწყებლობას არ შეაფერხებს და არც ჟურნალისტებისა და მესაკუთრეების მუშაობას შეუშლის ხელს. არის დასაბუთებული ეჭვით თითქოს რომ გაიყიდება სხვა წილები, რაც არის აბსურდი, იქიდან გამომდინარე რომ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ამ პოზიციას, რომ არანაირი წილების გაყიდვაზე იყოს საუბარი და კი ბატონო, ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკვირდებით პარტნიორებთან ერთად და გადავწყვიტათ საერთოდ გავასაჩივროთ თუ არა ეს განჩინება. ამავე დროს მინდა ვიყო ობიექტური და ასევე აქვე მინდა აღვნიშნო სასამართლოს ჩანაწერი ამ განჩინებაში, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩემი აზრით, რომ სასამართლოც ესე თვლის და ყოველგვარი ტირაჟირება იმისა, რომ ყადაღის დადებით მაესტროს პარალიზება მოხდება თვით ამ განჩინებაშია გადაწყვეტილი. მე ვთვლი, რომ ეს არის საკმაოდ კარგი განჩი, სადაც პირდაპირ წერია, მინდა ციტირება გავაკეთო. ამასთან სასამართლო მიუთითებს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არ შეაფერხებს ან რაიმე ფორმით არ შეზღუდათ თავად კომპანიის შპს სტუდია მაესტროს საქმიანობას და ამით მისი პარტნიორების, როგორც კომპანიის ნორმალური ფუნქციონირებით დაინტერესებული პირების, ანუ სასამართლომ ესეც კი დაადგინა, ან მასთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი მესამე პირების უფლება არ შეილახება. ანუ სასამართლომ ამით თქვა, რომ არც ჟურნალისტების, არც ტელეკომპანიების მაუწყებლობის და საქმიანობის შეფერხება ამ ყადაღით არ. ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის ზურაბ ბიგვავას განცხადებით კი მაესტროს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა მთელი საინფორმაციო ველი დაფარა და ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი, როგორც არის 11 დეკემბრისთვის მზადება არ გაშუქდა. მისი თქმით, ეს ამბები თითქოს თავისუფალ სიტყვას და მის დაცვას ეხებოდა, მაგრამ რეალურად ორ სუბიექტს შორის დავა იყო და მისი სამართლებრივ ჭრილში გადატანა ორივეს უნდა მოეხერხებინა. ნები თუ უნებლიეთ ეს დიდი საჩუქარი იყო ხელისუფლებისთვის, ხოლო მოძრაობის ჩამოყალიბების პროცესს გარკვეულწილად ყურადღება მოაკლდა და სწორედ ეს მიმაჩნია ვითარების დიდ მინუსად, განაცხადა ბიგვავამ. რაც შეეხება მოძრაობა ქართული დეკემბრისთვის დაგეგმილ პრეზენტაციას, მისი აზრით ეს მოძრაობა დასაბამს მისცემს მოსახლეობის იმ დიდი ნაწილის გაერთიანებას, რომელიც ქვეყანაში ცვლილ მიიჩნევს. ისეთ ნეიტრალურ თემაზეც კი, როგორიც არის ზურაბ ჟვანიას არქივის პრეზენტაცია, პოლიტიკოსებს გამოჩენა უჭირთ. ყოველ შემთხვევაში მე ისინი დაუპატიჟე. ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძემ განაცხადა და დასცინა, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია კიდევ ერთხელ დაიძაბა. ჟვანიას თანაგუნდელებიდან პრეზენტაციას ხათუნა ხოფერია, ელენე თევდორაძე და გოგა ხაინდრავა ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, ეს ექს-პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 58 წლის თავთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა. ზურაბ ჟვანიას ძმის გოგლა ჟვანიას განცხადებით, ვებგვერდზე ზურაბ ჟვანიას მოღვაწეობის შესახებ მასალა განთავსდება. ზურა ძალიან ესე იგი ჩამოყალიბებული და ვიტყვი ქრესტომატიული პოლიტიკოსი იყო, ძალიან მკაფიო ჩამოყალიბებით თავისი პოლიტიკური ხედვის, თავისი პოლიტიკური ნაბიჯების. ძალიან საინტერესოა, რომ ეს ინფორმაცია არ იქნას დავიწყებული და იყოს გაბისთვის. იცი ჩვენ თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი და შეიძლება ბევრ ჩვენგანს ახსოვს, მაგრამ ახალი თაობა მოდის, აი ჩემი შვილებისთვისაც კი ძალიან ბევრი რამე უცნობია და ეხლა რო ათვალიერებენ მეკითხებიან ეს როგორი იყო ეს. ადამიანებს ვისაც აინტერესებს ბატონი ზურაბის პოლიტიკური მოღვაწეობა, მის შინაარსობრივი მხარე და
აგრეთვე ვისაც აინტერესებს აი ამ ბოლო პერიოდის პოლიტიკური ისტორია, ასევე კონკრეტული თემატიკის მიხედვით შეუძლიათ რომ აი ეს სიღრმისეულად უკვე არა მარტო დავუშვათ ტექსტების დონეზე, არამედ ვიზუალის დონეზე იკულიონ ეს ინფორმაცია. ეხლა ეს ინფორმაცია თავისთავად მე ვერ ვიტყვი რომ ამოავსებს რამეს თუ არ იქნებიან კვლევარები, რომლებიც ამის საფუძველზე მეც გააკეთებენ და ამ ინფორმაციას გაიტანენ უკვე გარეთ. სამწუხაროდ ეს გადაიქცა გლოვის დღეს ყოველ შემთხვევაში ჩემთვის და ვფიქრობ ზორა ჟვანიას ძირითად გუნდისთინ. ძალიან გვაკლია ზორაბი, ძალიან. მით უმეტეს იმ მომენტში, როცა იძაბება სიტუაცია, ავიღოთ ქვეყანაში, უფრო ვგრძნობ, როგორც საჭირო იყო ზურას ნათქვამი, ზურას მოფიქრებული აზრი, ზურას წინადადება. აი ეს შეგრძნება ალბათ ყოველთვის გამყვება, სანამ მე ცოცხალი ვარ. პარლამენტმა 2012 წლის ბიუჯეტი განიხილა საწყის ეტაპზე ფინანსთა მინისტრმა მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეტალურად განმარტა და პრიორიტეტებთან ერთად ის ცვლილებების წარმოადგინა, რომელიც კანონპროექტში განხილვის შემდეგ შევიდა. ოპოზიციას შეკითხვები არ ჰქონდა, თუმცა შენიშვნები გამოითქვა. ნაწილის აზრი დოკუმენტი გაუმჭვირვალეა, ჯონდი ბაღათურიას შეფასებით თანხა არამიზნობრივად არის გადანაწილებული. ქრისტიან-დემოკრატები ყურადღებას ჯანდაცვის სფეროში პრიორიტეტების არამიზნობრივად გადანაწილებაზე ამახვილებენ, ოპონენტების კრიტიკას კი უმრავლესობაც პასუხობს. მართული გუნდის წარმომადგენელთა განცხადებით მომავალი წლის ბიუჯეტი საქართველოს გამოწვევებს სრულად პასუხობს, მთავარი პრიორიტეტები კი დასაქმებაა. Makroekonomikuri სტაბილურობა არის ის ძირითადი პრინციპი, რომლის ირგვლივ არის აგებული 2012 წლის ბიუჯეტი. მდიდარი ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება, საუბარია ქვეყნის საგარეო სავაჭრო სალდოს გაუმჯობესებაზე, მესამე საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შენარჩუნება, მეოთხე რეგიონულ სავაჭრო და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბება, მეხუთე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მეექვსე სოფლის მეურნეობის განვითარება, მეშვიდე განათლების სისტემის გაუმჯობესება, მერვე სოციალური პოლიტიკის დახვეწა, მეცხრე ხელმისაწვდომი მაღალხარისხიანი ჯანდაცვილებება და მეათე ურბანული და რეგიონული განვითარება. მთავარი პრობლემა წარმოდგენილი ბიუჯეტისა, რა თქმა უნდა, გახლავთ ისი გაუმჭვირვალეობა, არატრანსპარენტულობა, რომელსაც ჩვენ ფაქტიურად ყველა გამოსვლაში ძალიან დეტალურად შევეხეთ და ხაზზე გავუსვით. ჩვენ გვახსოვს, რომ ბიუჯეტის პროექტი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს იყო შემოტანილი, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და რეგლამენტი საქართველოს პარლამენტისა. მას შემდეგ ამ მიმართულებით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, არაფერი არ შეცვლილა, რაც არის ძალიან სამწუხარო. როგორც შემოიტანა მთავრობამ გაუმჭვირვალე ბიუჯეტი, ზუსტად იმავე გაუმჭვირვალე ბიუჯეტს სამწუხაროდ ვინხილავთ ჩვენ დღეს. იმის გამო, რომ თქვენ ეს ბიუჯეტი გადააქციეთ საკუთარი ჯიბის ბიუჯეტად, საკუთარი ხარჯების ბიუჯეტად, დროსტარების, ტრანსპანტურის და გართობების და ფანტაზიების ასრულების ბიუჯეტად, საკუთარი ფანტაზიების და რაღაც ახირებების ბიუჯეტად, სწორედ ამის გამო თქვენ არ იღებთ ჩვენ წარმოდგენილ ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას იმ დობის ჯგუფში. აი ეს არის ძალიან კარგი მაგალითი. დოკუმენტურად წარმოდგენილი, როგორ დეგრადაციას განიცდის საქართველოს მთავრობა. და თუ მაშინ ბნელი და უკუნი იყო, ეხლა როგორი უკუნია ამ მთავრობაში გამჭვირვალობის თვალსაზრისით, თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ შეაფასოთ. რეკორდსმენი აღმოჩნდა წელს პრეზიდენტთა მთავრობა, არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ შემიძლია თქვა, პრეზიდენტმა მთავრობამ 8 თვის პენსიების ფული მიითვისა. ესეთი პრეცედენტი ჯერ მე არ მახსოვს. როგორი კორუფციის ჭაობში აღიხრჩობოდა ჩვენი მთავრობა, იმ მართლა 2000 წელს შევარდნაძის მთავრობა და შემდგომში კიდე რომელიმე სხვა მთავრობა, მაგრამ ესეთი რაიმე რომ ესე ღიად საჯაროდ პენსიის ფული მოტეხო, მოხუცებულების ფული, ჯგუფის ინვალიდების ფული, მარჩენად დაკარგულების ფული და შენ ამითი დრო ატარო და სექტემბრიდან გავდივდი პენსიასო და არა $100-მდე, არა 140-მდეო, რომ ესეთი რაიმე ასეთ სამარცხვინო საქციელი არც ერთი მე არ მახსოვს, არც წინა წლის ბიუჯეტში ესეთ რამე არ მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 300 მილიონიანი ზრდა შემოგთავაზეთ ახლა ბოლო ეტაპზე და 20 მილიონი ვერ ნახეთ იმისათვის, რომ ელემენტარულად ყველაზე დიდი უსამართლობა როც ბოლო ერთი თვენახზე წინ თქვენ დაამკვიდრეთ ამ ქვეყანაში, როცა გამოაცხადეთ, რომ ასაკობრივი პენსიონერები ასაკობრივი ნიშნით უნდა დავახარიცხოთ და დავყოთ 67 წლამდე მყოფი პენსიონერები უნდა ჩავრეცხოთ. იმიტომ რომ მათ უნდა გამოუცხადოთ, რომ უკაცრავად თქვენ 1 სექტემბრიდან ვერანაირად 25 ლარიან მატებას ვერ გაგიხორციელებთ, იმიტომ რომ ეს 200.000 კაცი ხართ ის, ვისაც ფული რომ მოგცეთ 25 ლარი რომ დაგიმატოთ, სულ 20 მილიონზეა დაახლოებით საუბარი, ხო? 4 თვის განმავლობაში 200.000 ადამიანისათვის 25 ლარიანი დანამატის გახორციელება. თურმე ეს ქვეყანას დაანგრევს. თურმე ქვეყანა წელში ვეღარ გასწორდება, იმაზე უარესი დაგვემართება, რაც საბერძნეთსა და რაც ემუქრება, ეს არ შეიძლება ადამიანებისთვის ხმა არც თავისებელმა სახელმწიფომ არ შეიძლება და ხელისუფლებამ ეგეთი განცხადება გააკეთო და სავის საზოგადოებას უთხრას, რომ უკაცრავად, მაგრამ 20 მილიონი, მაშინ როდესაც 266 მილიონიანი ზრდა მაქვს ბიუჯეტში, ჩვენ დაგვანგრევს, გაგვანადგურებს, მოხსპობს და ჩამოგხსნის და ასე მილიონი ტერმინი გაქვთ კიდე მოფიქრებული მაგის, ასე ვთქვათ, აღსახსნელად. არ შეიძლება ეს უსამართლობის ძალიან სერიოზულად დამკვიდრება არის ქვეყანაში. არ შეიძლება ესე მიუდგეს შესაკუთარ მოქალაქეს და მე გამოუცხადო მას, რომ იცი რა, 2015 წლამდე მე შენ ისე აგიწყობ სოციალურ ცხოვრებას და ისე აგიწყობ სოციალურ დაცვას, რომ მოკლედ შენზე დაცული ადამიანი ამ ქვეყანაზე აღარ იქნება. ვეღარ დაიჯერებს ეს ადამიანი, ბუნებრივია, ლოგიკურად ვეღარ გამოყვებათ მაქსურვილებში და ნამდვილად ვეღარ იყიდის თქვენ დაპირებას. ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ საქართველოს თანამედროვე ტიპის ევროპული სახელმწიფო იყოს. არის წარმატებები, სამწუხაროდ არის პრობლემები, ჩვენ ბევრ თანამოქალაქეს ჯერ კიდევ უჭირს, მაღალია უმუშევრობა, ფასების პრობლემა და მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პატარა ეკონომიკაა, ჩვენ ვართ მე-16 ადგილზე ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, მთავრობაც აქვს შემუშავებული 10 პუნქტიანი გეგმა, მთავრობა არ კმაყოფილდება იმ საკითხებით, რომელიც უკვე მოგვარებულია. ჩვენი მთავარი პრობლემა არის, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რათა მოვაგვაროთ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის პრობლემები, რომ ადეკვატური ვიყოთ, რომ პასუხი გავცეთ იმ გამოწვევებს, რაც არის დღევანდელ დღეს. და ეს გამოწვევები არის ევროზონის კრიზისი, ეს გამოწვევები არის საერთოდ ეკონომიური კრიზისი, რომელიც 2008 წლის შემდეგ ძალიან მძიმე დეპრესიულ ფაზაში შევიდა და ჩვენ გარდა იმისა, რომ ვიფიქროთ იმაზე, რომ მთავარი პრობლემა ჩვენი საქართველოს ეს არის უმუშევრობის პრობლემის მოგვარება. ეს არის ჩვენი თითოეული თანამოქალაქისთვის ღირსეული სამსახურის შოვნა, მოვაგვაროთ ამავდროულად უნდა გქონდეს პასუხისგებლობა, რომ საქართველოს თავს იმ ეკონომიური პრობლემებისგან, რომელიც არის ჩვენს გარშემო. ოპოზიციის ნაწილს აქვს 2000 წლის ნოსტალგია და 2000 წელი გაგვახსენეს, ამოიღეს რაღაცა ბიუჯეტი, რომელიც საერთოდ რა ეწერა და რა ხდებოდა დედამიწა იყო. შეგახსენებთ, თან მოიტანეს უშიშროების სამინისტროს მაგალითი, ალბათ იმიტომ, რომ მათი ლიდერი მაშინ იქ მოღვაწეობდა, თუ ამას მოღვაწეობა ქვია იმდროინდელ უშიშროებაში ყოფნას. და როდესაც 2000 წლის ბიუჯეტზე უნდა გავიხსენოთ, რა ხდებოდა საერთოდ 2000 წელს საქართველოში. თუნდაც ის ბიუჯეტი ავიღოთ, თუნდაც რეალური ხარჯი რამდენი იყო და იყო 10-ჯერ ნაკლები ვიდრე დღეს არის, 800 მილიონი იყო თავისი პრაკრუტკებით და მამაძაღლობებით. იმიტომ რომ რეალურად ფული 800 მილიონიც კი ვერ იხარჯებოდა ქვეყანაში. პენსია იყო 11 ლარი და ქვეყანაში ჰქონდა 27-28 თვიანი საპენსიო დავალიანებები. თუ საუბრობთ რაღაცაზე, ვილაპარაკოთ მაშინ ბოლომდე და ვიყოთ გულწრფელები, როდესაც მივტირით რაღაც, რომელიც ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში. ალბათ, მართლა საჭირო არის ბატონო დიმიტრი, ჩვენ ტრეინინგები და სემინარები ჩავატაროთ იმ ადამიანებისთვის, ვინც პროგრამა რითი ჯობია და პროგრამული ბიუჯეტი რითი ჯობია იმას, როდესაც სადღაც ეწერა, რომ ეს არის ჯამაგირი, ეს არის ჩექმა, ეს არის დანარჩენი ყველა ფული ერთად. იმასთან შედარებით, რატო არის პროგრამული კარგი, როგორ უნდა წავიკითხოთ პროგრამული ბიუჯეტი, იმიტომ რომ როგორ ჩანს ამისი დეფიციტი არის, მართლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის განცხადება საქართველოს პარლამენტში არაადეკვატურად მიიჩნევენ, როგორც ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ არჩიაშვილმა განუცხადა, გაუგებარია რაში სჭირდება ლავროვს, რომელიც განათლებული ადამიანია, ასეთი ტიპის არაადეკვატური განცხადებები. მისივე შეფასებით, როგორც ჩანს, ლავროვი უბრალო დავალებას ასრულებს. ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატის ნიკა ლალიაშვილის შეფასებით კი, რაც უფრო მკაფიო მექანიზმებს მიიღებს, საქართველო ნატოსგან მეტად დარეგულირდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები.
ცნობები. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება საქართველოს მიიღოს და აღიაროს როგორც სრულფასოვანი პარტნიორი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კოლეგებს აფრთხილებს დებით თუ უნებლიეთ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას 2008 წლის აგვისტოს მსგავსი ავანტიურისკენ კვლავ არ უბიძგონ. მუქარის ძალიან სერიოზული ელემენტები არის დებაში, მაგრამ ეს თავისთავად ის ფაქტი, რომ ესეთი განცხადება გაკეთდა ბრუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მაღალ დონეზეა აწეული თამასა, ძალიან დიდი მოთამაშეების ყურადღება მიიპყრო ამ განცხადებამ და აქედან გამომდინარე, ამ ყურადღებიდან გამომდინარე საქართველოს ყოველთვის იყო დაცული ბოლო წლების განმავლობაში, იმიტომ რომ ყველა მიცოდა, რომ რუსეთმა შეიძლება ყოველთვის ნებისმიერ მომენტში გაიმეოროს ეს აგრესია და მით უმეტეს ამ განცხადების მერე ცნობილი და ცხადი ხდება ყველასათვის, რომ რუსეთი ყველაფერზეა წამსვლელი და არ მოერიდება არანაირ აგრესიას, თუნდაც იმიტომ, რომ თავისი გეოპოლიტიკური ამბიციები და ინტერესები დაიკმაყოფილოს. გარკვეული პერიოდია ლავროვის განცხადებები, როდესაც საქმე განსაკუთრებით ნატოს ეხება, ან კონკრეტულად საქართველოს ნატოსთან ურთიერთობას ეხება, გამოირჩევა სრული არადიპლომატიურობით, არაადეკვატიურობით, გაღიზიანებით და ეს უკვე არაერთხელ მომიწია მის თქმა, გაღიზიანება ქვეყნებს შორის ურთიერთობაში იქნება ეს თუ ადამიანებს შორის ურთიერთობაში, არავის არასოდეს არ გამოსდგომია. მისი ქვეყნის პოლიტიკა არის ამოვარდნილი საერთაშორისო ტენდენციების მოთხოვნებიდან და შესაბამისად ეს კაცი იქცევა ასევე სრულიად მოწყვეტილად რეალობისაგან. ამერიკელი სენატორი ცდილობდა ლობირება გაეწია საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის, მაგრამ ეს ძალისხმევა ჩაიშალა. ამის შესახებ ევრაზიანეტი წერს სტატიის ავტორი ჯოშუა კუცერა აღნიშნავს, რომ გასულ კვირას, როდესაც სენატორთა უმრავლესობა ქვეყნისთვის პრობლემებზე, ომის დაფინანსებასა და ამერიკელების საკონსტიტუციო თავისუფლებებზე იყო კონცენტრირებული, სენატორი მარკო რუბიო უცხო ქვეყნის ბედზე წუხდა. ის ცდილობდა კულუარებში ისეთი კენჭისყრის ჩატარებაზე დაეთანხმებინა სენატის წევრები, რომელიც სენატოში გაწევრიანებას დააჩქარებდა. გამარტივ პროცედურას, რომლის მეშვეობითაც უნდა ეს გადაწყვეტილება ერთსულოვანი თანხმობა ეწოდა, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიიღეს, იმიტომ რომ სენატორმა რენდ პოლმა მარტომ აღკვეთა ეს მცდელობა. ნატოში გაწევრიანებამ შეიძლება შეერთებული შტატები ახალ სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს. ამიტომაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობა საჯარო დებატების საგანი უნდა გახდეს. რუბიოს მცდელობა ყოველგვარი დებკენჭისყრის გარეშე საკითხი ერთსულოვანი თანხმობით გადაეწყვეტა, უკიდურესად საეჭვო ნიერებას ეჭვქვეშ აყენებს, წერს ავტორი. სტატიის მიხედვით საქართველოს ნატოში გაწევრიანების ძალისხმევა არა მხოლოდ ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებს გაამწვავებს, არამედ აუცილებლად გაამძაფრებს დაძაბულობას საქართველოსა და რუსეთს შორის და კონფლიქტის ახალ რაუნდს დააჩქარებს. საქართველოს გაწევრიანება არ ემსახურება ამერიკის მხარდაჭერა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის მმართველობისას ჰქონდა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მისთვისაც დამღუპველი აღმოჩნდა. ავტორი აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტს მიღების შემთხვევაშიც დიდი შედეგოდა. ერთ-ერთი მიზეზი კი, რომლის გამოც საქართველოს ნატოში არ მიიღეს, რომ წამყვან ევროინტერესებთ ალიანსის უსაფრთხოების გარანტიების გავრცელება ასეთ ღარიბ და დანაწევრებულ ქვეყანაზე. სტატიის ქართულ ვერსიას ვებგვერდი Foreign Press ავრცელებს. რეკლამის შემდეგ თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს, მე შეგახსენებ ჩვენ საგანგებო რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას. ლეიბორისტები პოლიტიკურ კვლევას აფასებენ და მას მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთილ დაფინანსებულს უწოდებენ. მათი განცხადებით გამოქვეყნებული მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უცხოეთიდან მართული ანტიეროვნული ძალები არჩევანის შემდეგ ერთიანი მთავრობის ჩამოყალიბებას შეეცდებიან. ამერიკელების დირიჟორობით სააკაშვილისა და ივანიშვილის მიერ დაკვეთილ დაფინანსებული ერთნაირი ყალბი ეგრეთ წოდებული გამოკითხვები კიდევ ადასტურებს ჩვენი ნათქვამის ჭეშმარიტებას, რომ გარიგება საქართველოს წინააღმდეგ შემდგარია, რომლის შესაბამისადაც უცხოეთიდან მართული ანტიეროვნული მიშისტური და ბიძინისტური ძალები ხალხის გაბითურებით არჩევნების შემდგომ აპირებენ ერთიანი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, სადაც სააკაშვილი იქნება პრემიერ-მინისტრი, ხოლო ივანიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე, ან პირიქით, რათა ერთობლივად გააგრძელონ ქვეყნის განადგურებისა და დაშლის კურსი. ამ ანტიეროვნული შეთქმულების ჩასვლა შესაძლებელია ხილებით, დაუმორჩილებლობის მიტინგებითა და აქციებით, რომელსაც ლეიბორისტული პარტია გეგმავს და ახორციელებს.
ზურაბ ბაზაგაშვილის სახელობის დარბაზში სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება სამოქალაქო ერთობა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი განიხილეს და ამ მოთხოვნისთვის შეგროვილი ხელმოწერები წარმოადგინეს. მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით მთელი ქვეყნის მასშტაბით 300,000-მდე ხელმოწერა შეგროვდა. სამოქალაქო ერთობა ამ ხელმოწერებით კიდევ ერთხელ სთხოვს საქართველოს პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის მინიჭებას. ჩვენ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტ ამისამი მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოთხოვნით, რომ დაუყოვნებლივ აღუდგინოს ან მიანიჭოს, უფრო სწრაფად ხდება მიანიჭოს ბლანკებზე ეს ყველა მოგეხსენებათ და ამან გამოიწვია ისეთი ექსპორტება საქართველოს საზოგადოებას, რომ თვითონ სვანეთიდან, გურიიდან, კახეთიდან, ყველა კუთხიდან თვითონ მოდიოდნენ აქ. აი საქართველოს მოსახლეობა რასაც ითხოვს, გვინდა რომ მივაწოდოთ დიპლომატიურ კორპუსებს. მე როცა გავიგე რომ მოქალაქეობა შეუწყვეტეს გავაკეთე განცხადება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ 3500 ადვოკატის სახელით, რომ დაიწყო პოლიტიკური ტერორი ივანიშვილთან მიმართებაში და ვიწინასწარმეტყველე ყაჩაღობები, ბანდიტობები, დაჭერები, ანუ მაშინვე გავაკეთე განცხადება, მიმართე დიპლომატიურ კორპუსს გამოხმაურებოდნენ. მე როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვაპირებ მათ მოუთხოვ ადვოკატების ინსტიტუციონალურ დევნის თაობაზე სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან და იმ უბედურებაზე, რაც სააკაშვილის რეჟიმმა თავს დაატეხა ადვოკატთა კორპუსს. პარტიის ჩხარტიშვილმა და გარემოვაჭრეთა ლიგის წარმომადგენლებმა ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის დაშვების აქცია გაამართეს. ჩხარტიშვილის განცხადებით გრძელდება მხედველობის სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან გარემოვაჭრეებზე ძალადობა. ისინი ქუჩაში მოვაჭრეებს ყოველდღიურად სხვადასხვა სახის საქონელს ართმევენ. გარემოვაჭრეები ითხოვენ, რომ მერიამ საახალწლოდ მაინც დაუშვას გარევაჭრობა და მათ ქუჩაში თავისუფლად გომის საშუალება მიეცეთ. დედაქალაქის მერის ზედამხედველობის სამსახურის უფროსზვიად კერვალიშვილის განცხადებით კი გარემოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ადგილი გამოიყოფა და მათ მუშაობის საშუალება ექნებათ. გარემოვაჭრეები არიან ჩვენნაირი ადამიანები და მათაც ჭირდებათ ახალი წელი, მათაც ჭირდებათ არსებობა. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ორია. საახალწლო ბაზრობები კი არ იყოს ფიქცია, ისევე როგორც საახალწლო ბედნიერება და კონცერტები, რომელსაც ხელისუფლება მართავს, არამედ ის დაეთმოს სწორედ გარემოვაჭრეებს და მათ ქონდეთ უფლება იქ ივაჭრონ უფასოდ. მეორე მხრივ, ჩვენ მოვითხოვთ კვლავ და კვლავ ძალადობის შეწყვეტას გარემოვაჭრეების წინააღმდეგ. გუშინ ერთ-ერთ ქალბატონს ლამის ყოველდღურად ძალადობენ ბებიის ტოლა ქალბატონებზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის უსინლისო წარმომადგენლები. მოდის ახალი წელი და ვთხოვილობთ ყველა მთხოვთ დაგვაყენოსენ, როგორც გუგულავას უნდა ახალი წლის გათენება, ისე გვინდა ჩვენც, როგორც ამთავრობას უნდა ახალი წლის გათენება, ისე ყველას ოჯახები გვაქვს და დაგვაყენოსენ და გვამუშაოს. პირდაპირ მობილური ჯგუფები გამოდიან 5-6 ბიჭის მეთაურობით და ეცემიან მოხუც ქალებს, პენსიონერებს და ართმევენ რაც უჭირავს ხელში ყველაფერს. იმ კვირიდან სავარაუდოდ კიდევ ერთი ახალი ბაზრის დამატებას დეზერტირების მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო შეუმსუბუქებს მდგომარეობას და უფრო მეტად ფართო არჩევანი ექნება გარემოვაჭრეებს. რაც შეეხება თავად ფაქტს გარევაჭრობას, ის არის აკრძალული კანონით, მასთან დაკავშირებით არანაირი შეღავათი, არანაირი შერბილება დამოკიდებულების არ იგეგმება. ჩვენის მხრიდან უბრალოდ აუცილებლად ყოველდღიურად ხორციელდება ერთი რამ შეთავაზება იმ გარემოვაჭრეებისათვის შესაბამისი ადგილების, ვინც ეწევა გარევაჭრობას. იუსტიციის სამინისტროსთან მოძრაობა 7 ნოემბრის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. მოძრაობის წარმომადგენლებმა აქციაზე იმ პირთა ფოტოები მიიტანეს, რომლებზეც აქციის ორგანიზატორთა თქმით ბოლო წლებში სამართალდამცავების მიერ მოკლული პირები არიან ასახული. მოძრაობის წევრები იუსტიციის სამინისტროსგან ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, რომლებიც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სამართლებრივი სტრუქტურებში მაღალ თანამდებობაზე მუშაობენ და რომლებსაც ბრალი მიუძღვით ამ პირების მკვლელობაში. 7 ნოემბრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის საპროტესტო აქციებს მომავალშიც განაგრძობენ და დამნაშავეების დასჯას აქტიურად მოითხოვენ. მოძრაობა 7 ნოემბერი მოვითხოთ მკვლელობის დასჯას. დღეს ჩვენ დავისახეთ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც გვეუბნება არა იუსტიციის მინისტრად, არამედ ერთი კრიმინალური ჯგუფის პარულად და სწორედ ზურაბ ბადეიშვილის კისერზე ამდენი ახალგაზრდების სიცოცხლე, ბუტარო ბაქძის, ზურაბ აზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის, სანდრო გერგულიანის სიცოცხლე და ჩვენ დღეს მოვედით, რათა კიდევ ერთხელ დავაპროტესტოთ და მოვითხოთ მკვლელობის დასჯა. ჩვენ არ გავჩერდებით, ეს იყო დაწყება, მაგალითად ყველა საფრთხემ მივალ, ყველა იმ ყოველ საფრთხემ მივალ და გავაპროტესტოთ იმ დანაშაულებს, რაც ჩაიდინეს, რადგან ზურაბ ბადეიშვილმა გაუწია ამ ხალხს ლობირება და რაც გასაკეთებელი იყო, ის საქმე არ გააკეთა ბოლომდე.
Დასდომრო ჰოლიდეი ინჟეკი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების თემატიკაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა. კონფერენცია საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა გახსნა, მასზე განიხილეს საერთაშორისო შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების სტანდარტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკიდან მაგალითები, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სამარის მოადგილე პარლამენტები, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. საუბარი როგორც კანონმდებლობაზე, ასევე იმ პოზიტიურ ცვლილებებზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც რჩება კანონმდებლობაში, ასევე მე რა თქმა უნდა ვისაუბრებ ზოგადად პრაქტიკაში კანონის მოთხოვნების შესრულებაზე და ყველა იმ ფაქტზე, რომელიც საყურადღებო გახდა სახალხო დამცველისთვის ანგარიშო წლის განმავლობაში. ეს ეხება იგივე ვეტერანთა აქციას, იგივე 26 მაისს, იგივე ყველა იმ ფაქტს, რომელიც სავარაუდოდ რა თქმა უნდა მოხდება სახალხო დამცველის მომავალ ანგარიშში. წარმოდგენილნი არიან ვენეციის კომისიის წევრები, ასევე სახალხო დამცველი საპარლამენტო თვითონ სახალხო დამცველი, სადაც იქნება საუბარი ზუსტად კანონმდებლობაზე, მრავალი ცვლილება შევიდა მანიფესტაციების შესახებ კანონში, რაც საბოლოო ჯამში არის პოზიტიურად შეფასებული ვენეციის კომისიის მხრიდან, თუმცა არის ცალკეული მუხლები და დებულებები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვიმსჯელებთ, არის თუ არა პრობლემატური დღეს პრაქტიკაში როგორ ხორციელდება. განხილება შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების საკითხები და ამ საკითხებთან დაკავშირებით ევროპაში აქტიკა, მოიხსენებათ სემინარის ორგანიზატორი სახალხო დამცველობისთან ერთად არის ევროპის საბჭო. ამიტომ ჩვენ შეუძლებით მოვისმენთ როგორც ვეტყების ასეთ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებს, მათ შენიშვნებს და ვეცდებით ისინი მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი 9 დეკემბერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ორგანიზაცია მრგვალი მაგიდა და პრეზენტაცია თემაზე დისციპლინური საქმის წარმოების სისტემა საჯარო სამსახურში გამართა. საჯარო სამსახურში დისციპლინური წარმოების საკანონმდებლო რეგულირებისა და არსებული პრაქტიკის შესწავლის შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობა. როგორც აიაში აცხადებენ, მათი ერთადერთი სტრატეგიული მიმართულება ანტიკორუფციული საქმიანობის განხორციელებაა და დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამ ფაქტს ემსახურება. დღეს წარმოვადგენთ კვლევას, რომელიც ეხება საჯარო სამსახურში დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების საკითხს, ანუ სხვადასხვა ტიპის კანონდარღვევებზე რამდენად დგება პასუხისმგებლობა საჯარო მოხელეების, არის თუ არა თანაბარი მიდგომა ყველა შემთხვევაში თუ სხვადასხვა შემთხვევაში ვთქვათ, მსგავს შემთხვევაში უბრალოდ სხვადასხვა პასუხენება, ეს იყო ჩვენთვის საინტერესო, ან რამდენად ხშირად გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობა. სიტყვაზე ორგანიზაციისთვის, აი დაწესებულებისთვის მატერიალური ზიანის მიყენება. რაღაცა გააფუჭა, რაღაც ტექნიკა საჯარო მოხდა. ამ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცა გააფრთხილება გამოუცხადონ, ვიღაცა შეიძლება სამსახურიდან გაათავისუფლონ. ანუ არ არსებობს არავითარი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც გონივრულად შეგვეძლება ჩვენ მოლოდინები განსაზღვროს კონკრეტულ პირს რა გადაცდომისთვის რა პასუხისმგებლობა გამჭვირვალობამ კორუფციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან ღონისძიება გამიზაციის წარმომადგენლები მსურველებს კორუფციის შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საზოგადოების წარმომადგენლების კორუფციის აღქმას იგებენ. საერთაშორისო გამჭვირვალობამ რამდენიმე დღის წინ საქართველოში 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსიც გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით 183 ქვეყანას შორის 64 ადგილი დაიკავა და 10 მაქსიმალური ქულიდან 4.1 ქულა მიიღო. 2010 წელს საქართველოს ქულა 3.8 იყო და 173 ქვეყანას შორის 68-ვე ადგილს იკავებდა. დღევანდელი მიზანი ჩვენი გარეთ გამოსვლის უნივერსიტეტის წინ დადგომის არის უბრალოდ გამლელებს სტუდენტებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რას აკეთებს ორგანიზაცია, რა საქმიანობებითაა დაკავებული და ზოგადად ვესაუბროთ კორუფციის შესახებ. მათი აღქმა კორუფციის დღევანდელ დღეს საქართველოში და რაღაცა დღეს კორუფციის წინ ბრძოლის აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში მიღებაც გაიმართა. შეხვედრას სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მე შეგახსენებთ, ეს დღე გაეროს ინიციატივით 2004 წლიდან აღინიშნება. დღეს იუსტიციის გაიმართა ინიციატივა, რომელიც მიეძღვნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს. ჩვენ დავაჯილდოვეთ ჟურნალისტები, რომლებმაც დაწერეს საინტერესო სტატიები კორუფციის თემაზე, ასევე დამცველ საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ანტიკორუფციული საბჭოს წევრებს წარუდგინეთ ანგარიში თუ რა და 2011 წელს კორუფციული სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ჩვენ ამ ღონისძიებას ვატარებთ გაეროსთან ერთად, გაეროსთან თანამშრომლობით.
დღეს ქართული ჩაის ფესტივალიც გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით შედგა. ქართული ჩაის გამოფენა გაყიდვა ადგილობრივი ჩაის მწარმოებელი კომპანიებისა და მათი პროდუქტის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ქართული ჩაი საქართველოს ტრადიციული კულტურა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ექსპორტზე. 2010 წელს კი ამ ექსპორტი 13 ქვეყანაში განხორციელდა. გამოფენაზე მონაწილეობას ჩაის 14 კომპანია იღებდა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისინი სამახსოვრო სიგელებითაც დააჯილდოვა. ქართული ჩაის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია საქართველოსშივე დაიგეგმოს ასეთი ღონისძიებები, რადგანაც ჩვენთან ქართული ჩაი დღეს პლუს უკვე 20%-ზე მეც ქართული ბაზრის, როდესაც 3 წლის წინ პლუს 5%. ბოლო 3 წლის აი ესეთ ღონისძიებებმა გამოიღო, რომ მისი მკვეთრი ზრდა ქართულ ბაზარზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ესეთი ღონისძიებები კიდევ უფრო გაზრდის მის პოპულარიზაციას. ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა ქართული კომპანიების რაოდენობა, რომლებიც რეგისტრირდებიან როგორც ჩაის მწარმოებელი ბრენდები. დაახლოებით 10-მდე კომპანიის ახალი განაცხადი გვაქვს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ბიზნესი ვითარდება. ვინცაც გეტყვით, ამას შუა აზიის ქვეყნებში ვიყავი. ამას ძალიან დიდი მოთხოვნაა ქართულ ჩაიზე, იმიტომ რომ ძველი ესე ვთქვათ, ცოდნა რაც არის ქართული ჩაის მიმართ, კეთილი დამოკიდებულება ის კიდე არსებობს. არასდროს არ მიგვირია ესეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, როგორც კომპანია. ეხლა უკვე ვხედავ დიდ ინტერესს შავი და მწვანე ქართული ჩაის მიმართ და ჩვენ სამკურნალო ჩაების მიმართ. ამიტომ ძალიან მიზანშეწონილია ესეთი ღონისძიების ჩატარება. პიპისა და მისი პარტნიორების მიერ ინიცირებული ეკოპრემიების პროგრამა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა, დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება დღეს გაიმართა, სადაც პროგრამის მონაწილეები დაჯილდოვდნენ. გარემოს დაცვით ინიციატივა საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა. პროგრამა მიზნად გარემოს დაცვითი მოგვარებასა და მასში ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ისახავს. სამწლიანი პროგრამის ფარგლებში 16 გარემოს დაცვითი პროექტი განხორციელდა და საგრანტო თანხის მოცულობამ დაახლოებით $715,000 შეადგინა. 2012 წლიდან 3 წლის განმავლობაში გრანტების პროგრამას გარემოს დაცვის სამინისტრო უხელმძღვანელებს. ეს პროექტი არ გამოირჩევა თავისი ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ფინანსებით, თუმცა ყოველთვის ტოვებს ძალიან კონკრეტულ შედეგს. მთელი საქართველოს მასშტაბით და ერთ-ერთი აი მომენტში ეს არის უძველესი მესხური ხორბალი, რომელიც ერთადერთი პრაქტიკულად ეხა და ეს კიდე აი ამ ხორბლისგან გამომცხარი პური, რომელიც აბსოლუტურად უნიკალურია თავის თვისებებით. ძალიან ბევრი პროექტია წარმოადგენილი, რომელიც ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ხელშეწყობ BPM-ში არის, ასე ვთქვათ, ფინანსურ მხარეს უზრუნველყოფდა, განხორციელება მოხდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის საშუალებით და ძალიან ნამდვილად კარგი პარტნიორობა შედგა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ შერჩევაც იყო ძალიან, ასე ვთქვათ, მკაცრი. კომპეტენტური ჟიურის მიერ 170-ზე მეტი განაცხადი იყო შემოსული 3 წლის განმავლობაში და მხოლოდ 16 შეირჩა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა. შეხვედრას ხელისუფლების არასამთავრობო სექტორის და პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსჯელობისას დაისვა ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა სოფლების შეშით მომარაგებისა და ადგილობრივების საკითხიც. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით შეხვედრაზე დაფიქსირებული შენიშვნები ასახული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში. შეკითხვები იყო აქტუალური, ეს იყო თანამონაწილეობის პრინციპით იქნება თუ არა შესაძლებელი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა, თანამონაწილეობის პრინციპით მრავალი საკითხის გადაწყვეტა, მაგალითად სოფლის მეურნეობის აღორძინება, რასეთაც პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ მოგახსენებთ, რომ მივიღე გამოწვევა ერთობლივ მუშაობაზე. მნიშვნელოვანი იქნება და რამდენად აისახება ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აქვს, ეს მეორე საკითხია. მე დღეს რაც მოვისმინე საკრებულოს თავმჯდომარეს მხოლოდ გააჩნდა კეთილი სურვილები და სადღეგრძელოს მონოლოგები ჰქონდა, ასე რომ ვთქვათ, მას არანაირი კონკრეტიკა არ ქონია თუ როგორ განვითარდება გორი და გორის რაიონი, რა პრიორიტეტი იქნება. ოპოზიციასაც, რიგით მოქალაქეებსაც ჰქონდათ გარკვეული შეკითხვები. ზოგი გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტი თავის სპეციფიკური საკითხია და ეს არავინ არ არის ვალდებული, რომ ზეპირად იცოდეს იქ რა და როგორ ხდება ამ ყველაფრის ფორმირება, მით უმეტეს რიგითი მოქალაქეს ცოტა ძნელად პირველ ეტაპშია, ამიტომ აქედან გამომდინარე ბუნებრივია მათ ჰქონდათ რაღაც კონკრეტული შეკითხვები, რაზეც დღეს მიიღები ჩვენგან და ჩვენც მათგან მოვისმინეთ ბევრი საინტერესო რაღაც წინადადება, რომელზეც საკრებულო და მუნიციპალიტეტი გააგრძელებს მუშაობას.